დაკვირვები ხარ თბილისში ერთ საშუალო კორპუსში რამდენი აფთიაქია. იცით რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ სააფთიაქო ბიზნესი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი და შემოსავლიანი სფეროა. ისინი თქვენს ხარზე მდიდრდებიან. საქართველოში მედიკამენტები არანორმალურად ძვირია. ხელისუფლება კი არაფერს არ აკეთებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. მეტიც, ჩანს რომ ისინი კარტელურ გარიგებაში არიან შესული სააფთიაქო ქსელების მფლობელები. და ეს მძიმე ტვირთა დაწვება ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით კი პენსიონერებს, რომლებსაც მუდმივად ჭირდებათ მედიკამენტები. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნა სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სააფთიაქო ქსელი, რომლის მიზანი არ იქნება კომერციული მოგება, არამედ მოსახლეობის ყოფის გაუმჯობესება და წამლების მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასებში მიწოდება. კონსერვატორების საქართველოსთვის.